სალამი მეგობრებო, დღეს მივდივარ ჩეკაპზე სტომატოლოგთან და გამომყევით თქვენც. ახლა ხედავთ ჩემს კვლებს, რომლებიც სპეციალურად გავამზადე წინასწარი პროცედურისთვის. რემიას კლინიკა მდებარეობს ნავთლუღის 33 ნომერში. შესვლისთანავე დაგხვდებათ მოსაწესრიგებელი კუთხე და ასევე ესთეტიური გარემო. არასოდეს ყოფილა სტომატოლოგთან ვიზიტი ასეთი მშვიდი. ახლა კი დროა ბახილები ჩავიცვათ და მოვამზადოთ. თქვენ შეამჩნევთ, როგორ პროფესიონალურ დონეზე არის დახვეწილი მომსახურება. კლინიკაში ვიზიტის დროს თუ ისტრესებით, რემიას კლინიკაში ამ ყველაფერს ძალიან მარტივად გავუმკლავდებით. სტუმრად ვიმყოფებით ანა გორელაშვილთან, მივესალმოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ასეთმა ყურადღებამ მომენტალურად გამოიწვია ჩემში ნდობის მოპოვება. კადრებზეც კი არის აღნიშნული, როგორ ყოჩაღად ვგრძნობდი თავს. არ შემიძლია არ აღნიშნო ფაქტი, რომელიც მეც ახლახანს გავიგე, რომ პროფესიონალური წმენდის შედეგად პირის ღრუ მშვიდდება და მისწრება ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პროფესიონალური წმენდა არ კეთდება ბრეკეტების შემთხვევაში, თუმცა ეს არის არასწორი ინფორმაცია და ასევე შეუძლიათ გაიკეთონ ეს ორსულებმაც და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა დედიკოებმაც. რატომ არის აუცილებელი ამასაც გეტყვით? აშორებს ქვებსა და რბილნადებს, აქრობს ანთებით კერებს, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და აშორებს პიგმენტურ ლაქებს. სრულად მე მგონი წმენდა, თქვენი აზრიც მაინტერესებს რამდენად არაკომფორტული იყო, თუ კომფორტული იყო, მტკივნეული იყო, თუ არ იყო მტკივნეული. ჩათვალეთ, რომ დაზღვეული ხართ კარიესისგან. რეკომენდაციები ჩემგან არის ის პირველში, რომ ერთხელ კონსულტაცია სტომატოლოგთან, რომელიც აუცილებელია. ახალგაწმენდილ კბილებზე არ ვიყენებთ ძველ ჯაგრის, საპროფილაქტიკოდ უნდა დაგინიშნოთ წმენდის მერე სავლები. დაზღვეული ხართ ყველანაირი დაავადებისგან, ასე ვთქვათ, პირის ღრუში რაც იქნება. მადლობა, ძალიან დიდი ანა ექემს. მეც დავამატებ, რომ პროცესი იყოს სრულიად კომფორტული, უმტკივნეულო და ყურადღებიანი ხართ ძალიან. მეწონა, რომ მართლა პროფესიონალურად დაკვირდებოდა ყველაფერს და რჩევებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ძალიან დიდი მადლობა. დავასრულეთ პროცედურა, ძალიან კმაყოფილი ვარ და აუცილებლად უნდა მოგწონდეთ რემიაში. Bye bye.